გამარჯობათ, მეგობრებო, არ გავწერება კარგი ხარ. გამარჯობათ. გავაკეთოთ კიდე ერთი კულინარიული ვიდეო ბატონო დავით. გავაკეთოთ თუ გადავიღოთ? გადავიღოთ. რავი, მუსიკას ვაკეთებო და აზე იყო რომ მუსიკასაც წერდნენ შვილოდა, რა ვიცი. მინდა გაიგე, ქვეყანა ამონტრიელდა. ჩვენი სპონსორია უпростоრად ვიდეოების გადაღებაში გვეხმარა University Georgia, ტექნიკურადაც, მორალურადაც, ფინანსურადაც. ყველაფერით. და ძალიან გვეხმარებიან ოღონდ მართლა. კი. გვაქვს აი ესეთი რაღაცა, აი მას ქვია ჯიგარი. სასირეთში ვიმყოფებით ახლა სოფელია ეგეთი, ეს არის ჩემი ეზო, უკანა ეზო, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ აქ არაფერი არ მომყავს, მცენარეები მიდგია მარტო. და რები არის ჯიგარში ახლა? ჯიგარში არის, ხო, ზემო ხანდაკში ვიყიდეთ, ერთი კაცი არის, პატიოსანი კაცი, ისაყიდის ამ ჯიგარს, იმისგან ვიყიდეთ. პატიოსანს რატო ვიძახი? სხვა ადგილებზე მიყიდია ჯიგარს, ზოგს ელენთა აკლია, ზოგს გული აკლია, ზოგს აქ არის ყველაფერი, გული, თირკმელები, ფილტვი, ელენთა, ეს არის თირკმელები. თირკმელები. ვაკეთებთ აფაში უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. იმის მოღამში რომ თბილისში იყო ეგეთი სასადი რო ერქვა ხეორი, მიხვიდოდი, ძველეს ვისაც ახსოვთ, ტაფით მოკონდათ პირდაპირ გაკეთებული. აი ტაფაში ჭამდი? ხო, ტაფით, აი ტაფა, რკინის ტაფა იყო, მოგთან სქელი ტაფა იყო და ეს ცხელ სიცხეს ძიძღას იმარშორა, მოიტანა ეს ეწვი მომივიდა. შენ რა ქვია, ანუ ძღოლი იყავი? ძღოლი არ ვიყავი, შვილო, მაგრამ ვიცოდი სადაც იყო რა, იქ სპიტიანი არ იყიდებოდა. გაგისინჯავს? შირა დავდიოდი ხოლმე რა. ერთხელ ერთი უცხოელი წავყვან, სუგაგის და მოიტახმატა ხოლმე. 90-იან წლების ბოლომდე შემორჩა, ეხლა ხან მგონი ის შენობა კიდია სასტრაფოების ის იყო, რა ქვია, სადგური იყო და გვერდზე იყო ეგ ხეორი. ხო და მოქვან ძალიან მაგარი და აი მაგის მუღამში მინდა ის ძველი გემოს ამბავში გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ხეები იყო, ორი ხე იყო? არა, ხეორი მგონი სოფელია რა და მაგიტომ ერქვა. თავიანთი მეურნეობა გქონდათ. შენი ამოცანა ეხლა რა არის? რომ ბუზის ამას არ დააჭდეს. მაიცეთოც. არ გინდა ხელი ხო გაგშვილო? კი. თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტავთ ღვიძლს, აქ ზედ გადაყული მემბრანა. აი მემბრანა გააცალე და მე წულად დაჭერით. მემბრანა ორივე მხრიდან. ქართულად არის? მემბრანა? მემბრანა მგონი ლათინური სიტყვა. რუსულად პალიონკა შვილო და ქართულად მემბრანა. მემბრანა საიდან წამოვიდა? არ ვიცი. და საერთოდ მოდი მაღაზე მე ვილაპარაკოთ, ხო? მე არ ვიცი. ამას დავჭრი, გულს დავჭრი, ღვიძლს დავჭრი, ბადე-ქონიც აქ არის ელენთას და მერე მთლიან დაჭრის გაჩვენთ როგორ უნდა დაიჭრას. მერე შეკმაზვა და ასე შემდეგ ცეცხლზე ვაკეთებ. ანუ ტაფაში წვავდნენ ესეც იმას და შედიმეორებ თუ? ხო, ტაფაზე კეთდებოდა პირდაპირ რაღაც დიდი ღუმელი ქონდა ამ ტაფი ან ტაფაზე, არა, ტაფაზე კეთდებოდა ეგ 100%. ხო და შენ საკეთე. მეც გავაკეთებ ტაფაზე. ხო და შეადარე ახლა შენი გაკეთებული და ხეორიც გაკეთებული. კაც თავის მაგარი, მონდა მგონია მაგარი. გაიგე? კარგი ახლა დავჭი ბატონებო და ქალბატონებო და ვნახოთ აბა რა გამოვიდა. მეგობრებო. დავჭერი ხორცი ახლა მოიტანე. ახლა ეს სიმპტომი მქონდა დაფარებული რომ ბუზი არ დაждდომოდა რა. აი ამ ხელა ნაჭრებად. ეს შეხედეთ. რომ თითო ნორმალური პირის მქონე ადამიანო ამას ბადე-ქონიც მოყვა, ბადე-ქონი წვრა დავჭერი და ქვემოდან დაუფინე რომ გაცხელება დაიწყეს, ბადე-ქონი დადნეს. ეს ყველაფერი ამაში ერთად მოიხრაკოს. ეხლა ბატონო დავით. გისმენ. წამოეს ცეცხლზე შემოვდოთ, მოდი. ღვინო გინდა? ღვინო გვინდა აუცილებლად. მაცა მოვიდა. აი ეს გრილი რავი რა ყველანაირად გამოგვადგა. ესეც USA თუ ჯორჯიამ გვიფეშქაშა. ბატონო ღვინო, ისა ბატონო ღვინო მეთქი. მოიტანე ღვინო, მომეცი. ვინა მე ჩავასხა. ჩაუშვი და ასხისე და. მინდი? აჰა. ეხლა ამას რამით დაურიო, მაიცა? აჰა. აუ, აბა დასწოლე. რა. აი მე სუპერ ღვინოა, მაგრამ ღვინო მეწოდება, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი არ უნდა, თავიდან რო არ მიიკრას რა. მე შევნახავ ჭიქას. მიდი სახურავი მოიტა დავაფაროთ, რომ ეხლა ეს ყველაფერი უნდა ჩაიშუშოს. წავალ, ეხლა ხალხს დავჭრი, ხალხი გაჩვენოთ რა ხალხი როგორ უნდა დაჭერს, მოიტანე ბატონ დავით დააფარე მოდი. აჰა. და ეხლა ვაცადოთ ეს ჩაიშუშოს. ეხლა მოდი გავაკეთოთ ხახვის ამბავი. ხალხს ბევრი ფილოსოფია არ უნდა, ანუ თავს მოაჭრით.
ძირს მოვაჭრით. ხო მაგარი მაყურებელი მყავს. მე. ხოსტორ კიდე იმდენი კრაზან და ბუზი დაგვიხვა რომ ავტომატურად მაგის მუღამში არიან, გონიათ რომ ის არის. არა, არ გინდა, არა, ხალხთან არ მოვლენ. რა მოდიან და არა, არც ეგეთი შტერები არ არის, რომ ხალხზე უნდა. ავტომატურად იფიქრეს, რომ აი ეს. ო! დავაქ გიკბინო ხო? დაფაზე რო კედევ, აი კაცო ნუ ამწარ. ვა! ხედავშენა, ალბათ წინა ცხოვრებაში ოსმალო იყო შობელძაღლი ეს. ალყა არაბულად ნიშნავს წრეს, ან მონღოლურად აღარ მახსოვს. ალყა ნიშნავს რგულებად. ეს არის ნახევრად ალყა რა. აიგებთ ესე? და ესე დაჭერთ. რგულება და წრულად არ უნდა. აი ესე დაჭრით. 4 თავი მაინც აი ესეთი უნდა რა. ის არის დაახლოებით იმ ტაფაში წავიდა სადღაც 3 კილო ჯიგარი. 3 კილოზე 4 უნდა, ხახვი არ დაინანოთ. ოღონდ ეხლა გონოთ ბევრიც ხედავშენ ეს როგორ გადამი. ჯიგრული საჭმელი. ჯიგრულია. ჯიგარი ბიჭო არის სერიოზული საჭმელი. ჩენაზე არა ხარ. მოკლედ მე ახლა ამ ხახვებს დავამუშავებ. მინდა. მანამდე ისიც ადუღდება. დამალევინე. აი ვინო ხო მაგარია, მაგრამ წყლის გამჩენს გაუმარჯოს, აგემრიელია. ეს. მოკლედ მე ამას ახლა დავჭრი. აღარ გაყურებდი ჩემ წვალებას და თვალების იმას და შენი აზრით მე ჩაყრის პროცესში გაჩვენე. რა ქვია, ბინძური ქვეყანა იცი რომელი? ბანგლადეში. მეგობრებო, ახლა ეს ღვინო სულ ამოიშვა. და ცოტა ზეთი დავამატე. რომ ამან დაიწყოს დაბრაწვა ზეთში უკვე რა. და ცოტა ხანსაც ვაწვი ამას ზეთში, კარგად რომ მოიბრაწოს. წვენი აღარ აქვს. მე ხალხს დაუშვებ და ისე გადაიღელე რომ ესე საჩანდეს. მეც და ესე ცოტა უკან გადი. ხო? ხალხს დავაყრი. ხალხი თავის წვენს გაუშვებს და ხელმეორე სიცოცხლე შეძენს. ეს ყველაფერი შეიწოვება და იქნება ძალიან მაგარი. მოდიათ ჩვენი როგორ უნდა იყოს. აი მე ცოტა კი დამეწვა, მაგრამ რა უყო. ცეცხლზე რთული არის მისი გაკონტროლება, ასე რომ არ მოცივდეთ ხოლმე აი ამას. უფრო გემრიელი იქნება. აი ახლა მე ხალხს დავაყრი და გაჩვენებთ. და ხო. მოკლედ, ნახეთ. აი ჯიგარი გახდა აი ამ ფერი. ჯიგრული საჭმელია. და აი ამას ახლა ის 4 ცალი თავი ხახვი. ალყა დაჭილი. ბატონო დავთ რა შარჩო. ხახვით. აი ესე და მე ჯოხით და კოლზით ნახე. ხოსუ გადათეთრდა. ჯოხით ან კოლზით რაღაცით. ან შეგიძლიათ ბანამდეთ ეს დაშალეთ რა რომ უფრო კეთილშობილური გემომიცეს ამ ყველაფერს. აი ესე. ბატონო დავთ შეგიძლია ხა დააფარო. ეხლა ცოტა ჩაიშუშება ხახვი. მე დავუშვებ ზემოდან იმას ახია სუნელებს. გატიში? ხახვი ხო დავაყარე. აი ამ ხელა კარაქის ნაჭერს დავმოწი ბატონო დავით. აი ესე ჩავდებ შუაში. რა სუნია? ღვინოშიც რო იმას ქნა. ღვინო უკვე ამოქნა. ეხლა ეს კარაქი დადრეს. შეიწოვა ხო? ხო. ეს ნახევარი კარაქი, არა მე-13 კარაქი უნდა ერთი კოლოფიდან. ეხლა მე იმას მოვამზადებ, რა ქვია, შიგ ჩასაყრელ სუნელებს და ჩავყარო და ვნახოთ. აბა. ანუ აი ეხლა ნახეთ რა გავაკეთე. შავი პილპილი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხოსწინველი და მარილი. ამას მარტო ეხლა ჭირდება წითელი დაღერღილი ის, აი, ნახე რა ლამაზი გამოვიდა მას შეხედე. მარილი? ისეთი. თეთრი მარილია ხომა. და ამას მე ცალკე წარე ძალიან გემრიელი რაღაცაა და ეს გავმართვი. ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიოთ. და ყველგან მივიდეს. კარაქი ხედავ ბატონო დავით რა მოვიდა? რა? კი. გაქნა. პაპუ. ეს კარგად უნდა ამოურიოთ. რომ ეს გავაღვივა ცეცხლი? არა, რატო აკეთებ მაგას?
გავაღვიო ცეცხლი. გითხარი რომ გააღვიო, კი? აი ესე. გაჩნდა. და მე ეს უკვე გემოვნებით არის, აი ესეთი წითელი წიწაკა იღეთ და ზემოდან მოვაყარეთ. ცოტა ისე დაუნდობლად მოვაყარეთ. გამომოდი. დადი. და ეხლა ამას დაველოდოთ, დიდი ხანი აღარ უნდა. აჰა. მომეც შეგვსავსახური. ხალხი ეხლა ისევ თეთრია რა, ახლო მოიტანე და ჩვენი ხალხი ისევ თეთრია. იმ მდგომარეობაში რომ მივიდოს, კარამელი უნდა გახდეს, ანუ კარამელიზდეს, თეთრი არ უნდა იყოს. მე უნდა ამოვიღო და მუსიკა და ჩქარიტაში. მოკლედ ეხლა დავალოთ კიდე 5 წუთი და ვნახოთ ბატონო დავით რა გამოვიდა. ბატონო დავით, დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა. ეხლა შენ ილოცე რომ ეს არ დამივარდეს. ხუდი მოვიხე. აი, რო ვილოცე მაგიტა. მინი დაჯექი. ჩანგლები. აჰა. ახლო მოიტანე. არის აი ესეთი რაღაცა და თავარი ინგრედიენტი კონდარი აი. კინძი. ეს უნდა მოვაყაროთ. კინძი ხო იჭმება. კინძი? კინძი არ იჭმება შულას, ეს საშენი მასალა. რატომ მეუბნები? პირდაპირ შეჭამე ის ჩაიდე? შენ ცუდი მოგონებები გექნება და კინძთან დაკავშირებით ცოტა ხანში. ამას რომ მოვაყრით. ეს აუცილებლად დაახურეთ თავზე. რომ ჩაითუშოს რა ეს. და ბატონო დავით ხშია. აი სასირეთის ღვინო მაქვს. ხშია? უცეკო? ორი მოიტეხე. ღვინო დავასხათ. ესე. სასირეთის ღვინო, ხო? სასირეთში ვარ და სასირეთის ღვინო იქნება, მაგრამ ეს მე აურიოთ. ბამ. მოგეხმარებ. ესე. ყველი ცალ და შეგვიძლია პურე ჩავასწროთ. ლამაზი. აი ესე. აჰა. ხლა პური მოვიტეხოთ. და გავსინჯოთ. ერჯადი ჩანგლები კი გვაქვს. ჰა? აი პური ამე. როგორია? მაცა. ძალიან ხელია. მივხვდი. კაი, ხო, თავს მოიკლავ, აი. ხე ხო არის ესეთი პონტი. ძალიან. ფეზე კონდი და ჭამ. გამოვიდა ძალიან გემრიელი. გემოზე გეტყვი ზანერია. კაია. სუფთა ქართული გემო აქვს. აი სუფთა ქართული გემო აქვს და აი ეს კინძი რომ მოვაყარეთ. ეკნება აი ეს კინძის გემოც იგზნობა და გემრიელია რა ძალიან. ჩემი მამულის იქითა მამულში ვიღაც ბავში ბოლო ხმაზე ღრიელებს. თუ თქვენ გესმით არა წამები, უბრალოდ ცოტა უგონო ბავშვია და ესე დარბის ხოლმე რაღაცა. ო, ქვეშე ჯვია პეტრეს ეძახიან და მოკლედ რაც არის. მოდი ამ ჭიქით საქართველოს გაუმორჩოს. გაჭურების დღეები გვიდგია რა. ტერი გარედან ხო ყავს და შიგნიდან ერთმანეთზე ვარ დარეულები. დაწყანებული იყოს ყველაფერი შილო. როდესაც ადეგზელოს გეუბნე ჯობია მოусმინო, ხო ეგრეა. თორე აი ესე გადაყვნენ ჭამაცე შობელძაღლები და გადააყოლეს ქვეყანაზე და გაიგე. ეს არ არის რა ეს საქართველოს რაღაცა. მანლა გეუბნე. ხო და მე ცოტა ესე დაფიქრებულად იყავი შილო რაღაცას გეუბნე. ჯიგარი ხო უნდა გაგიბუჟეს მე რა რომ ბავშვი ხარ. ვა. აუმორჩო შენ საქართველოს. მერტმა კარგად ვიყოს. ხახვეზე გავსინჯულდა იქ. ზოგ მარა თქო ეხლა ბავშვს თუ გაუჯავდიო თორე. ვა. ბავშვსა. სწავლება უნდა. თუ დაყვევებაც არ შეიძლება.
ყის ხოლმე რომ ესე გეუბნები. მაშინ თითებს ნუ ვილოკავ ჩამიზო სიცხული. კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. შედეგად